მოგესალმებით. მოკლედ გამოსულები ვართ დღეს ტბაზე. დღეს გვექნება ექსპერიმენტის დღე. წინა ვიდეოებში ვახსენე მარმიშინგი, ასე ვთქვათ, და შევიძინე შესაბამისი ჯოხი. ეს არის მიფაინის ნანო ჯიგი, 0.5-დან 2 გრამამდე. და ამ ჯოხს გავტესტავ დღეს. მიზანი არის ის, რომ დავიჭიროთ მშვიდობიანი თევზი, ანუ ნაკლებად მექნება აქცენტი ქორჭილაზე, მაგრამ გონია რომ ძირითადად მაინც ქორჭილა იქნება. ასევე გამოვიყენებ ესეთი ფლაგმანის სილიკონებს, რომელიც სხვათა შორის გამოგვიგზავნა Number One Fishing-მა. Number One Fishing-ი ვინც არიცით, არის მაღაზია საქართველოში, რომელიც ყიდის სათევზაო ინვენტარს, აქვს YouTube ჩანელიც და საჩუქრად გამომიგზავნა ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპის სილიკონი. წამოღებული მაქვს დღეს ორი მოდელი. უფრო აი სამარმიშინგე მოდელები, ასე ვთქვათ, ძალიან პატარა და მომცრო სილიკონები. უღრმესი მადლობა Number One Fishing-ს ამ საჩუქრისთვის. მისი მაღაზიის ლინკი იქნება ვიდეოს აღწერაში, ვისაც სათავზეო ინვენტარი გინდათ საქართველოში და გეზარებათ შორიდან და ჩინეთიდან გამოწერა, ასე ვთქვათ, შეგიძლიათ პირდაპირ შეხვიდეთ მის საიტზე. ადამიანი იმენა სპეციალისტი არის ამ საქმის და რა ვიცი, ყველანაირად დაგაკვალიანებთ. მე კიდე დღეს ჩავატარებ ექსპერიმენტებს ჩემი ახალი ჯოხით. Let's go. დავიწყებთ აი ამ მარცხენა მხრიდან, იმიტომ რომ ვიცი რომ აქ ძირითადად გასხოლმე მშვიდობიანი თევზი, აქ ქორჭილა და მე რა თქმა უნდა გავუყვებით ტბას. რაც შეეხება ჯოხს, თვითონ ჯოხი იწონის 50 გრამს, კოჭა იწონის 111 გრამს. ანუ ჯამში ეს ყველაფერი იწონის 160-170 გრამამდე თავის წნულიან წონიან ყველაფერი. იმის გამო რომ ახალი ვარ ამ დარგში და ასე შემდეგ, არ მინდოდა ძალიან დიდი ბიუჯეტის გასროლა, ასე ვთქვათ. ეს არის $30 ჯოხი, $35 ჯოხი და ეს არის $25 კოჭა. რაც შეეხება წონას, დამაგრებული გვაქვს ეხლა 0.6 გრამი. ეს არის ყველაზე პატარა წონა, რაც კი აქამდე მისვრია. მარმიშინგის თემა არის აი ეს წყნარი გატარება, ნელი გატარება და თევზის ძებნა, ასე ვთქვათ. მე რო ეს სწრაფად გავატარო, ანუ სწრაფად რო დავატრიალო, უფრო ზევით წამოვა. ნელად დავატრიალებ, უფრო ქვევით წავა. და ეგ არის. ესეც ჩვენი პირველი თევზი. სავარაუდოდ პატარა ქორჭილა. არა. დავიჭირეთ. როისთვისაც მოვედით, ის დავიჭირეთ. ხო არ გავდაობ, რა კარგიო. აი. რა თევზიც გვინდა და ზუსტად ის თევზი დავიჭირეთ. ამას ქვია მე მგონი ნაფოტა. რა საინტერესოა. დამჭირდა სატყუარის გამოცვლა. იმიტომ რომ გორჩანს აქტიურობა არ არის დღეს. აი, ესეთი თევზი დავიჭირეთ. ეს იყო ჩვენი დღევანდელი მიზანი. და გაამართლა. მადლობა, ჯიგარი ხარ. ოკეი. კიდევ ერთი. ამჯერად პატარა ქორჭილა. ეს იმ ხელაზე აქვს გადაყლაპული. მომიწევს ხელით ამოზე. პატარა თევზზე ვარ მოსული სათევზაოდ. დაახლოებით 9 საათია უკვე თევზაობ და სხვადასხვა ფერი ვცადე, 2 სხვადასხვა ფერი თუ 3. ყვითელი, ვარდისფერი და ეხლა ეს მწვანე დავაყენე თუ არა ნატურალური ფერი. ეგრევე წამოვიდა თევზი. ეს უკვე ცოტა მომზრდილი თევზია. ცოტა დიდი ქორჭილიუსი დავიჭირეთ. ესეც ჩვენი პირველი დიდი ზომის ქორჭილა. ეს უკვე კაი ზომა. ეგრევე აიღო. ეს იყო ჩვენი მესამე თევზი. ოკეი. დავამატებ რა მაინც, რომ იცოდეთ რომ მიუხედავთ იმისა, რომ ეხა ვეცადე, ძალიან ბევრი ვეცადე, რომ გამეტარებინა მარმიშინგის სტილის გატარება, ანუ აი პატარა მოძრაობებით, ანიმაციებით და რაღაცა არ დაჯდა. ცოტათი პაუზა მივეცი თუ არა და ეგრეთ წოდებული ჯიგინგის თემა გავაკეთე, ეგრევე დაჯდა. სხვათა შორის გვიყენია ძალიან წნული. ახლა ხედავთ ალბათ ეკრანებზე. სულსაც იგივე ფირმის არის, რა ფირმისაც არის ჯოხი. რაც შეეხება თვითონ ფლუოროკარბონს, ის კიდე უფრო წვრილი არის და მე მგონი კილო რაღაცას უძლებს რა. მოკლედ, აქ არაფერი ისეთ საინტერესო არ ხდება, ახლა გადავინაცვლებ. სხვათა შორის 0.2 გრამზე გადავედი ინტერესისთვის. ცოტა ხანი კიდევ ვწდი, თუ არაფერი არ გამოვიდა, ისევ გადავარ 0.6-ზე.
მაინც მარმიშინგი მინდოდა და მაგიტომ გადავედი 0.2-ზე და თუ არ გამოვიდა უბრალოდ გადავალ 0.6-ზე და დავიწყებ ისევ ნანო ჯიგინგს რა. Რომ let's go. მოკლედ მომიწია ისევ 0.6 გრამზე გადასვლა. 0.2 მხოლოდ ჩარტყმები იყო სავარაუდოდ 0.2-იანზე ძალიან ცუდი ნემსკავი მიყენია. ესეც კიდევ ერთი ესეთ პატარა ქორჭილა სამწუხაროდ. ქორჭილა დიდად არ მინდოდა, მაგრამ ნუ რას ვიზავთ. დავსვით. კიდევ ერთი პატარა. ისევ ფლაგმანის სილიკონზე. ამჯერად უკვე ყვითელ ფერში. კიდევ ერთი. შვენიალოვე. ხო, მეხუთე. ოკეი. შევიცვალოთ ადგილი. აქ ორი დავიჭირეთ უკვე და მგონი საკმარისი არის. მაინტერესებს ცოტა უფრო იქითკენაც რა ხდება. კიდევ ერთი. ეიქს. დავაყენე ფანატიკის სატყუარა და მოვატყუეთ აი ესეთი პატარა თევზუკა, აი ამით. ეს არის ფანატიკის სატყუარა. იყიდება number 1 fishing-ის ვებსაიტზე და არაერთხელ აქვს გატესტილი ჩემს კოლეგა YouTubers ეს სატყუარა. ძალიან კარგად მუშაობს. საქართველოში განსაკუთრებით და აქაც აი თურმე მუშაობს. ეს რა არის მოვას გაფიცი. ახლა როგორ უნდა დაიწყო მიკრობიოლოგიური ლოლ. როგორც იქნა დავსვით. ბევრი ჩაწყვეტები მაქვს დღეს, იმიტომ რომ ვერ შევეჩვია ასეთ წვრილ თემას. კიდევ ერთი თევზი. აი ესეთ მონტაჟზე. და არაფერი არ მოგზეთ, პირდაპირ ძვა მაქვს მიბმული. ეს იყო მეცხრე. ისეთი წვრილი თევზი ჯდება, რომ ვერც გაიგებ, არც კი იბრძვის დიდად. ოკეი, გაძვრა. ანუ რაღაცები იგზნობა, პროსტა ეხა ესეთი პატარა თევზი, რა ვიცი, ძალიან რთულია. მაგრამ პირდაპირ რომ დამაგრებული მქონდეს ახლა ეს წნულზე ბევრად უფრო მეტი იქნება და მგრძნობიარობა რა თქმა უნდა. მაგრამ ნუ ფლურო ჯობია, მაინც ვერ ხედავს თევზი. ცოტა წვიმა წამოვიდა. უი ისე ამჯერად უკვე მეორე, აუ რა მაგარია, მიხარია ბიჭო, სხვა ჯიშის თევზს რეიჯი. ეს უკვე არაა ქორჭილა. ესეთი შენიერი. კაი გაგათავისუფლოთ ეხა ბატონოში. აუ არ ვიცი რა ქვია, მამ ძალიან მაგარი თევზი არის და დღეს უკვე მეორე დავიჭირეთ, ძალიან ასწორებს. ნაფოტას ეძახიან თუ არ ვწდები ქართულად. თუ ვინმე მიცის რა ქვია, მითხარით, გამაგებინეთ და გამოუშვით ამასთან დაკავშირებით აზრები. როგორ დავიჭიროთ უფრო აქტიურად ეს თევზი. ძალიან დიდი მადლობა ჯიგარო. წაბრძანდით. ეს არის 0.6 გრამი ხა დამაგრებული და ფლაგმანის ტანტას ფორმის ესეთი სტაფილოსფერი სატყუარა, იმიტომ რომ მწვანემ ცოტა ხანი იმუშავა, მერე გაჩერდა და ცოტა ეხლა უფრო ესეთი მკვეთრი ფერი დავაყენე რა. ეს იყო მე-11 თევზი. ოკეი. ასე ბზიან ბიჭო ეს პატარები. კიდევ ერთი. ეს იყო მე-12. ოკეი. ისევ ფლაგმანის სატყუარა.
ოჰოჰოჰოჰო. აბა ეს ვინ არის? ისა ჩვენი ძმა და მეგობარი კორჭილიუსი. ბიჭო, არ ვიცი ამ ფლაგმანის სატყუარები როგორ მოსწონს, მაგრამ ერთი მეოთხე შემიჭამეს უკვე. აი მენა მოაჭამეს თავპირი, რასაც ქვი. ესე კიდევ ერთი. შვენიერია. ალბათ ახლა იფიქრებთ. თემო რატო თევზაობ ლიფსი? იმიტომ რომ ზამთარში და შემოდგომისკენ ეს თევზი კიდევ უფრო გაპასიურდება და აი ამითი თევზაობა უფრო აქტუალური გახდება და საჭირო გახდება უფრო ასე ვთქვათ რა. იმიტომ რომ მარმიშინგი ზუსტად ეგ არის რა. შემოდგომისა და ზამთარის სეზონის თევზაობა არის ასე ვთქვათ. ანუ როდესაც თევზი პასიური არის. შესაბამისად ნელი გატარება. ნუ ახლა მაინც ვიტყვი რომ კიდევ ერთხელ ვიმეორე რომ ეს თლად მარმიშინგი არ არის, უფრო აი მენა ნანოჯიგი არის. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვცდილობთ რომ აი მენა ძალიან ესეთი პატარა და დელიკატური სატყუარებით გატარებები და რაღაცეები დავამოღამოთ ყოველ შემთხვევაში შეგრძნებები და ასე. ამასობაში დაუშვა წვიმამ. ესეთი ამინდია ახლა აქ. ეხის ქვეშ გიდგევარ, მაგრამ ისდეც თო. Nice. აგარი ასწორებს. დავსველდები მე დღეს ახლამდე მისვლამდე. It is what it is. ეხა აქ თითქოს შეწყდა და ეხა ნახე. იქიდან კიდე მოდის დაუშვებს. მოდის და მოდის იმენი. აი დაუშვა. აგარია. კაი, წავედი ვიპოვო თავშესაფარი, თორე გავილუმპები ძალიან. მოკლედ, როგორც ჩანს მე სახში ისე ვერ მივალ დღეს რომ არ გავილუმპო და არ დავსველდე. ყოველ შემთხვევაში დღევანდელ ვიდეოს მე აქ დავამთავრებ. იმედია ისე ამოვნეთ ვიდეოთი, დავიჭირეთ 12 თევზი, არ იყო დღეს დიდად აქტიურობა. მაგრამ რას ვიზავთ, ეგ არის თევზაობა. ხან ისე არის, ხან ესე არის, თან ახალი სტილის თევზაობა გამოცადე. სხვათა შორის კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა Number One Fishings ამ საჩუქრებისთვის, ასე ვთქვათ და რა თქმა უნდა, მის ვებსაიტს და YouTube channel-საც დაბლა ვიდეოს აღწერაში დავტოვებ. გადადით, ნახეთ და თუ რაიმე დაგჭირდათ, შეგიძლიათ შეიძინოთ. იმიტომ რომ ძალიან ბევრი თქვენთაგანი მეკითხებით, თემო რას იყენებ, როგორ იყენებ, რომელი ჯოხია კარგი, ბიუჯეტური ჯოხი, ძვირიანი ჯოხი, იქეთური, აქეთური, ისე რომ მაგაც აბსოლუტურად ყველაფერი აქვს თავის მაღაზიაში. გადადით, ნახეთ, ჩვენ კიდე იმედია შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.